რიგში შენი შეფასება იყო ძალიან მწვავე დღეს მოვისმინეთ განცხადება რომელიც გააკეთე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან რა სიტყვი ეხლა ხაბეიშვილის Facebook სტატუსიც ვნახეთ შეთავაზება ძალაში რჩება რითი ხსნი ელოდებოდით თუ არა რომ მას დაიჭერდნენ პირველ რიგში არ შემიძლია არ თქვა მოგესალმებით ინგა მივესალმებ მაყურებელს არ შემიძლია არ თქვა რომ კომიკურია ის რომ ხელისუფლება რომელიც დგას ქრთამზე რომელიც დგას კორუფციაზე და ქართველი ხალხის ძარცვაზე იჭერს იმდენად აბსურდული ბრალდებით ლევან ხაბეიშვილს იმდენად აბსურდული რომ სიღრმეებში შესვლა უბრალოდ სასაცილოც კი არის იჭერს კაცს რომელიც ყველა მის ეთერში ამხელს მათ კორუფციაში ეს ერთი სიტყვით რაც მინდოდა უბრალოდ მათზე მეთქვა მე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მინდა ერთი თქვა და მინდა მივმართო მაყურებელს მეგობრებო მე მგონი დღეს დაიჯერეთ ყველა ვისაც თუნდაც ცოტათი მაინც არ გჯეროდათ დაიჯერეთ რომ დიახ ინგა რეალურად შესაძლებელი ყოფილა ხელისუფლების მშვიდობიანად დამხობა რეალური საფრთხე ყოფილა და არის ხელისუფლებისთვის 4 ოქტომბერი დიახ დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ოდოლავას დაკავებით რომ დიახ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს 4 ოქტომბერს რომლისაც აი ასე ეშინია ყველას არა მხოლოდ სამწუხაროდ არა მხოლოდ ხო მაგრამ მანდ უცნაური ის იყო სოფო რომ ეს კაცი დაიჭირეს არა იმ დაანონსებული დამხობის გამო ბრალად წარუდგინეს ის რომ სატელევიზიო გამოსვლებში სთავაზობდა ანაზღაურებას იმ ძალოვნებს რომლებიც ხალხის მხარეს გადმოვიდოდნენ ძალიან მარტივი პასუხი მაქვს ინგა ამ კითხვაზე რატომ დაიჭირეს ლევანი ამ მსგავსი აბსურდული ბრალდების გამო ისინი სულ ცდილობდნენ რომ ლევან ხაბეიშვილი აი ერთგვარად დაეკნინებინათ რომ თითქოს ის არასერიოზული ფიგურა იყო და სწორედ ამიტომ რომ მათ დაინახეს რომ ლევან ხაბეიშვილი შედგა იმ ლიდერად რომლის გარშემოც გაერთიანდა სრულიად საზოგადოება და ამას ხედავდით ხომ ბოლო პერიოდში მათ არ უნდათ ამის აღიარება ინგა მათ არ უნდათ იმის აღიარება რომ ლევან ხაბეიშვილში დიახ არ იყო არა არის ის ძალა რომ მან მშვიდობიანად დაამხოს ქართულ ხალხთან ერთად რასაკვირველია ხელისუფლება მათ არ უნდათ ამის აღიარება და სწორედ ამიტომ რაღაცა სიგიჟე სრულიად არანორმალური მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რა სიტყოდნენ ყველანაირი ბრალდება იქნებოდა სრული აბსურდი სოფო აი ამ საღამოს კობახიძემ თქვა რომ ხაბეიშვილსო ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები უხდიდნენ ფულსო ეხლა მე კიდევ ერთხელ მინდა დავსვა ეს საკითხი ჩვენს ეთერში ბოლო პერიოდში თუ ვინმე შემოქონდა დღის წესრიგში ეს თემა ხაბეიშვილისა და ყოფილი მაღალჩინოსნების ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების რაღაც სავარაუდო კონტაქტზე ეს პირველ რიგში თვითონ იყო ქართული ოცნება ხო გაგდებულები გაყრილები რეებს არ ეძახდნენ და ასე შემდეგ თავისივე ყოფილ მაღალჩინოსნებს თქვენ ძალიან ახლოს ხართ ლევან ხაბეიშვილთან ყოველ შემთხვევაში ამ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ხაბეიშვილის განცხადებების პარალელურად ჩვენ ვხედავდით რომ მოწოდებებს და განცხადებებს საზოგადოებასთან ერთად საზოგადოების ნაწილ წარმომადგენლებთან ერთად აკეთებდით ხოლმე პირადად თქვენ. ამას წინათ კითხეთ კიდეს თქვენ დაზუსტებით იცით დაზუსტებით შეგიძლიათ იმის თქმა სოფო რომ მას მართლა რაღაც კონტაქტი რაღაც კავშირი აქვს თუ ქონდა ყოფილ მაღალჩინოსნებთან და როგორ ფიქრობ ვისზე აქვთ ეჭვი დღეს ქართულ ოცნებაში ეჭვი აქვთ ინგა ძალიან ბევრზე და ძალიან ბევრი ადამიანი არის მათ შორის ქართული ოცნების რიგებში და მათ შორის ყოფილი მათი თანაგუნდელები რომლებიც ლევანმაც და მეც არაერთხელ თქვით მათივე ნაშენებ აი ამ ბოროტების მანქანას სწორედ თავისი ხელითვე დაანგრევენ ეს ყველაფერი მათი ეს შიში ეს რაღაცა განუზომელი ისტერიკა რასაც ყოველდღიურად უყურებთ ქართული ოცნებისგან სწორედ იმის გამოხატულება რომ მათ მარტო ოპოზიციის კი აღარ ეშინიათ მათ მარტო სიტყვაზე ლევან ხაბეიშვილის პაატა ბურჭულაძის სოფო ჯაფარიძის მურთაზ ოდოლავას და სახელებს და გვარებს რა მნიშვნელობა აქვს მარტო ამ ხალხის კი არ ეშინიათ მათ ყველაზე მეტად თავისივე თანაგუნდელების ეშინიათ დღეს რა ბრალდებითაც შეთითხნილი ბრალდებითაც ლევანი დააკავეს გედედეს თანამშრომლებს შეეხებოდათ ხო
მეგობრებო, შემთხვევით ხომ არ შეგეშინდათ, შემთხვევით რაღაცა ინფორმაციები ხომ არ მოვიდა თქვენამდე, რომ რეალურად არსებობენ, დიახ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც აუცილებლად ფარს დადებენ 4 ოქტომბერს და აუცილებლად სწორ მხარეს გადმოვლენ. შემთხვევით ამის ხომ არ შეგეშინდათ, შემთხვევით ამან ხომ არ დაგაფრთხოთ. ინგა ძალიან ბევრი სიურპრიზი ელოდება ქართულ ოცნებას. რას გულისხმობ ამ ძალიან ბევრი სიურპრიზებში, რამეს სოფო? გულისხმობ.